მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 7. px უდრის x კვადრატს პლუს px პლუს q კვადრატული სამწევრის ერთ-ერთი ფესვი არის 5-იო და ჩვენი მიზანია ვიპოვოთ მეორე ფესვი, თუ ამ კვადრატული სამწევრის სამივე კოეფიციენტის ჯამი 3-ის ტოლია. კარგით, ესე იგი ჩვენ გვაქვს რა გვაქვს მოცემული გვაქვს კვადრატული სამწევრი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად px უდრის x კვადრატს პლუს px პლუს q. აგრეთვე ვიცით რომ ერთ-ერთი ფესვი არის, მოდით x1 დავარქვათ x1 უდრის 5-ს, ხოლო გვეკითხებიან მეორე ფესვს, x2 არ ვიცით. თუ ამ კვადრატული სამწევრის სამივე კოეფიციენტის ჯამი არის 3-ის ტოლი. ახლა შევხედოთ ამ მრავალწელს. x კვადრატის წინ მდგომი კოეფიციენტი არის 1, ხო? ესე იგი 1-ს თუ დავუმატებთ x-ის წინ მდგომი კოეფიციენტი არის p-ს და თუ დავუმატებთ კიდე თავისუფალ წევრს q-ს, ეს ტოლი უნდა იყოს 3-ის, ну საიდანაც p-ს პლუს q-ს მივიღებთ რომ ტოლი არის 2-ის, ეს პირობა გვაქვს. და აგრეთვე ვიცით ჩვენ რომ x1 უდრის 5 ამ კვადრატული სამწევრის ამონახსნია. შესაბამისად, აქედან ჩვენ გამოგვდის რომ p5 უდრის 0-ს, ხო? რადგანაც ფესვია. ესე იგი x-ის მაგივრად აქ თუ შევიტანოთ 5-ს, შედეგად უნდა მივიღოთ 0. შევიტანოთ x-ის მაგივრად 5, x-ის მაგივრად 5 შევიტანოთ 5-ის კვადრატი მოგცემს 25-ს. დამატებული px გვიწერია ან 5p და დამატებული q უდრის 0-ს. და ქვემოთ მივუწერ s პლუს q ხო ვიცით, s პლუს q უდრის 2-ს. ასე ბატონო ჩემო. ეხლა აქედან როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვიქცეთ? აქედან მოდით q გამოვსახოთ, აი აქედან q გამოვსახოთ და ზედატოლობაში რო შევიტანოთ, ან პირიქით, მაგრამ ჯობია q გამოვსახოთ. q აქედან ტოლი იქნება 2 - p და ზედაგან ტოლებაში რო შევიტანოთ, არაფერი არ დაშავდება ამით. აქედან ჩვენ გამოგვივა რომ 25-ს პლუს 5p პლუს q-ს მაგივრად შევიტანოთ 2 - p, ან დამატებული 2 - p, ტოლი უნდა იყოს 0-ის. საიდანაც რა გამოგვდის ჩვენ რომ 27 პლუს 4p ტოლი ყოფილა 0-ის. აქედან 4p-ს მივიღებთ რომ ტოლი ყოფილა -27-ის და ეს გვაძლევს ჩვენ იმ შედეგს რომ p-ის მნიშვნელობა გავარკვიეთ, ხო? ეს ტოლი ყოფილა -27/4-ის. ესე იგი დავწეროთ p ტოლი ყოფილა -27/4. p თუ არის 27/4, მაშინ q-ს მნიშვნელობა რო გამოვითვალოთ, მოდი ეს მაგივრად აქ ჩავსვათ. -27/4, ეს ტოლი იქნება 2 ანუ 2 პლუს 27/4. ეს კი ტოლი იქნება თუ გავერთმნიშვნელიანეთ 35/4-ის. ანუ q-ს მნიშვნელობაც ვიპოვეთ, ეს ტოლი ყოფილა 35/4. ასე ბატონო ჩემო, ახლა ჩვენ მეორე ფესვის მნიშვნელობის გარკვევა დაგვრჩა. ამისთვის მოდით გამოვიყენოთ ვიეტის თეორემა, რომლის თანახმადაც ფესვების ჯამი x-ს დამატებული x2 ტოლი უნდა იყოს x-ის მდგომი კოეფიციენტი აღებული მინუს ნიშნით, -p, შეფარდებული x კვადრატის წინ კოეფიციენტთან, რომელიც 1-ის ტოლი არის და შეგვიძლია ეს არც დავწეროთ აქა. x1 ვიცით რომ არის 5, აქ დავწეროთ 5, ხო? ეს მნიშვნელობა გარკვეული გვაქვს, რის ტოლიც არის -27/4 არის. აქ რო ჩავსვათ -27/4-ს, მივიღებ პირდაპირ 27/4-ს. ასე, საიდანაც საძიებელი x2-ისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლი არის 27/4-ს გამოკლებული 5, ну გავერთმიშნელოთ, საერთო არის 4, 27-ს -20, ეს ტოლი გამოგვდის 7/4-ის. ასე რომ საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, მეორე ამონახსნი x2 ტოლი ყოფილა 7/4-ის. პასუხი B.